გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. ექსკლუზიურად პრაიმ ტაიმისთვის საკუთარი სიყვარულის ისტორიასა და ბევრ საინტერესო ამბავზე ისაუბრეს ქსოვრელების ხელმძღვანელმა გიორგი შოშიტაშვილმა და მისმა მეუღლემ სალომე ვარდიაშვილმა. წყვილის ძალიან გულწრფელ ინტერვიუს ჩვენს გვერდზე წაიკითხავთ. პირად ცხოვრებაზე ისაუბრა მომღერალმა მანუ მურღულიამ. იყო ადამიანი, რომელმაც ძალიან მატკინა გული. ახლა ისეთი ადამიანია ჩემს გვერდით, რომლის იმედიც ყოველ წამს მაქვს, ამბობს მომღერალი. ბარბარა სამხარაძის პირად ცხოვრებაში კი სიახლეა. ძალიან ბედნიერი ვარ, ამბობს მომღერალი. ჯენიფერ ენისტონის პირადმა მწვრთნელმა გაამხილა საიდუმლო, თუ როგორ ინარჩუნებს მსახიობი წარმოუდგენლად მოხდენილ ფიგურას 10 წლეულების განმავლობაში. დაწვრილებით პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. ამბობენ, რომ ლეგენდარული ანიმაციური სერიალის სიმფსონების სცენარისტებმა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველეს. AI ადამიანებს სამუშაო ადგილებს ართმევს, ტურიზმი კოსმოსში. უცხოპლანეტელები დედამიწაზე ჩამოდიან. საინტერესოა, ახდება თუ არა ეს მოვლენები უახლოეს მომავალში. ტაბლოიდებმა ფრანგული კინოს სექს სიმბოლოს, ბრიჯიტ ბარდოს გარდაცვალების მიზეზი და მისი ბოლო სიტყვების შესახებ დაწერეს. როგორც ირკვევა, ლეგენდარული მსახიობი კიბოს ებრძოდა, რის გამოც 2 ოპერაცია ჩაუტარდა. მედიის ინფორმაციით, მან არაერთხელ აღიარა, რომ დაიღალა და სურდა უბრალოდ წასულიყო. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბავს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.